პირველ რიგში ფარში გავრეცხე. კი, გავრეცხე. და შევუდექი გუფთის მომზადებას. პროდუქტებისთვის მივმართე 2 ნაბიჯის აპლიკაციას. წვიმს, გარეთ ცივა და ასეთ ამინჩი მაღაზიამდე წასვლას რაჯობია არა. სწორედ ამიტომ გავხსენი 2 ნაბიჯის აპლიკაცია და გამოვიწერე ყველაფერი, რაც კი მჭირდებოდა. თან საკმაოდ სარფიანად. ვისარგებლე ფასდაკლებებით, გამოვიყენე ქულები და პრეზიდენტის არაჟანზეც სპეციალური ფასდაკლება გავააქტიურე. ერთი სიტყვით მნიშვნელოვნად დავზოგე 2 ნაბიჯის აპლიკაცია. ახალ გავაგრძელებ. მე ვრეცხავ ფარშს, რადგან მიყვარს სისუფთავე. თუმცა ეს აუცილებელი არ არის. ამიტომ ახლა ვორიენტირდეთ რეცეპტზე. გუფთისთვის საჭიროა ფარში დაახლოებით 700 ან 800 გრამი, ბრინჯი 4-5 სადილის კოვზი, ხოლო პილპილი და მარილი კი გემოვნებით. მოვადუღოთ გუფთები, პირველი წყალი გადავხვაროთ და მხოლოდ შემდეგ დავიწყოთ მომზადება. დავასხათ გუფთებს პომიდრის წვენი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე მარნეულის ცოცხალი პომიდრის წვენი, რომელიც უგემრიელესია. და ახლა 2 ნაბიჯში აქციაა და შეგიძლიათ საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ და ნამდვილად დაზოგოთ. დაველოდოთ სრულ მომზადებამდე, ასევე ბულიონში შეგიძლიათ 3-4 სადილის კოვზი ბრინჯი დავუმატოთ და ყველაფერი ადუღოთ სრულ მომზადებამდე. ბოლოს დავამატოთ ქინძი, ოხრახუში და ნიორი. აი ასე მარტივად გემრიელი და ეკონომიური გუფთები 2 ნაბიჯის დაზოგვით.